გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ დემური ქსოვრელი, ჩემი საფუტკრე მდებარეობს ხეთს რაიონის სოფელ ქსანში. ჩემი ძირითადი მიმართულებაა ფუტკრის ზედა მამალი ფუტკრის ჰომოგენატი. ხა მე მინდა შევეხო ერთ იმას, რასაც ქვია ნაყრიანობა. ეს ნაყრიანობა კარგი არის თუ არა, ეს ყველამ თავისთვის განსაზღვრავს, მაგრამ ხა მე გასწავლით ერთ მეთოდს, როდესაც ნაყარი გამოდის და იმ წელსვე არ დაკარგოთ, ხა ქართლში ეგრეა, იმ წელსვე ეს შეიძლება ნაყარმა მოგცეს ეს თაფლი, შეიძლება არ მოგცეს. მაგრამ ჩვენთან ხა იმ წელსვე თაფლი არ დაკარგოთ, მე საიდანაც გამოვიდა ნაყარი, იმასაც დიდი ყურადღება უნდა მოძებნო, ჩამოაჭრა სადედეები და მთელი ისტორია. ამიტომ ხა მე გასწავლით ერთ მარტივ მეთოდს, რომ ეს ამდენი წვალება არ დაგჭირდეს და ამ ნაყარმაც მოგცეთ იმ წელსვე თაფლი, თანაც ბლომად რო იტყვიან. დაუშვათ ამ ოჯახიდან გამოვიდა ნაყარი, ჩამოეკიდა ხეზე, დავაბინავებთ ახალ სკაში, ჩაუძლით ეს ყველაფერი, რაც საჭირო არის, ასაშენებელი ჩარჩოები, თაფლიანი ჩარჩო ერთი დაუშვათ 20 დიამეტრები, თვითონ კი მოაქვს თაფლი, მაგრამ მაინც ვდებდნენ ხოლმე და ერთი ბარტყიანია, ჭევენი არეულით ის ჩარჩო. და ხშირად მიაქვთ ახლა ეს დებენ სხვაგან. მე ამ ოჯახს ნიან ისევ წეგანაც თქვი, შეიძლება მეორე ნაყარი გამოვიდეს, შეიძლება მესამე ნაყარიც გამოვიდეს და სულ დაიშალოს ეს ოჯახი. ზოგს დაიჭერთ, ზოგს ვერ დაიჭერთ, პირველი ნაყარი დაბლაჯდება, მეორე ნაყარი ხის წარებზე ჯდება და მიდის მთელი კიბეების გამოფენა ხოლმე. დაუშვათ ვიცით, რომ ვიცით უნდა მოძებნოთ, რომელი ოჯახიდან გამოვიდა ნაყარი, ან დავინახეთ, რომ ამ ოჯახიდან გამოვიდა, დავაბინავეთ სკაში. ამ ოჯახს, რომლიდანაც ნაყარი გამოვიდა, ვიღებთ ამ სკას და გადაგვაქვს სხვაგან. ამ ადგილზე ვდებთ იმ სკას, სადაც ნაყარი დავაბინავეთ. ეხლა რა ხდება? იმ სკიდან, საიდანაც ნაყარი გამოვიდა მფრინავი ფუტკარი, იარა, მოიტანა ღალა, იქნება ყვავილისპირით თუ რაღაცა, ყველა დაბრუნდა აქ. იმ სკაში, რაც მფრინავი ფუტკარი იყო, ყველა მოვა აქ, მიეხმარება ამ ოჯახს, თაფსაც მოიტანს. ეს ოჯახი ყველაფერს გააკეთებს. და ამას პრობლემა არ უნდა, გინდა მაგაზინი დაადგით მე ცოტა ხანში და დედა კვერცხს დაძდებს, იმიტომ რომ განაყოფიერებული დედა ყავს ამას პირველ ნაყარს და ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. და პირველ წელს უეჭველი თაფს მიიღებთ. ეხლა ის საიდანაც ნაყარი გამოვიდა, სხვაგან რო წავიღეთ ის ოჯახი, იმ ოჯახს არც ხელისხლება უნდა, არც იმიტომ რომ ჭეოც ბლომად არის შიგა, ბარტყის იქ დარჩა, მფრინავი ფუტკარი აღარ ყავს, მაგრამ მფრინავი ფუტკარის მაგივრად ჩვენ რომ მანამ მფრინავი ფუტკარი გაუჩნდება იმას, ჩვენ მივცემთ ელემენტარულად წყალს. საკვები არ უნდა, საკვები თუ გადაამოწმეთ, თუ აკლია საკვები, სადედების ჩამოჭრაც არ უნდა. იმიტომ რომ იქიდან მეორე ნაყარი აღარ გამოვა, იმიტომ რომ მფრინავი ფუტკარი აღარ იქნება იქ. ასე რომ ეს ოჯახიც შეგინარჩუნდებათ და თავს მიიღებთ, ის ოჯახიც შეგინარჩუნდებათ და მეორე მესამე ნაყრები აღარ გავა იმ ოჯახიდან. უბრალოდ ნახავთ ცოტა ხანი თუ საკვების ნაკლებობა იქნება, იმ ოჯახს საიდანაც ნაყარი გამოვიდა, თავიდან წყალს მიცევ და მე ცოტა ხანი კვებას და მფრინავი ფუტკარი რო გაუჩნდება, მე უკვე აღარ კვება უნდა. აბა წარმატებებს გისურვებთ.